ამასობაში ბევრი ითხოვდა და Oppo უკვე ზუმერშია და როგორც გემიხდით დღეს სამი მოდელი გვყავს სტუმრად A3X, Reno 13 და A5 Pro. და მოდი ერთად ვნახოთ რას წარმოადგენენ საერთოდ ეს smartphone-ები. მოდი ყველაზე ძვირიანი ამ ტრიოდან Reno 13-ით დავიწყოთ განხილვა და ეგრევე გეტყვით რომ ამის ერგონომიულობა, დიზაინი ძალიან მომეწონა. პირველ რიგში მომეწონა რომ ძალიან თხელი ალუმინის ჩარჩო აქვს, რომელიც თან მომრგვალებულია, თან არის დაბურული, იგივენაირად დაბურულია უკანა პანელი და ანაბეჭდები ამაზე ნაკლებად რჩება და ძალიან სასიამოვნოდ არის შესახები უკანა პანელი და ხელში აი იდეალურად ზის ჩემი აზრით. არც ეს კუთხე გვერჯობა ხელში, როცა ესე გვიჭირავს და თან საკმაოდ მსუბუქი და თხელი როა, ეგეც ძალიან სასიამოვნო ბონუსია. თვითონ დაცვას რაც შეეხება IP79 დაცვა აქვს ამ smartphones, რაც ბევრ ფლაგმანს პრინციპში არ აქვს და მთლიანობაში მოდი დიზაინის ნაწილში ამ smartphones 10-დან სადღაც 8.5-9 დაუწერდი. იმდენად მომეწონა. მერე გადავიდეთ წინა პანელზე, სადაც ძალიან წვრილი ჩარჩოები ხდება ეკრანის გარშემო. რა თქმა უნდა, AMOLED პანელი გვაქვს 120 Hz-იანი განახლების სიხშირით, 1200 ნიტი აქვს მაქსიმალური სიკაშკაშე და 6.59 ინჩიანი ეკრანია, რომელიც ძალიან კაი კონტრასტით გამოირჩევა. მშვენიერი ხედვის კუთხეები აქვს და ეგ ძალიან მომეწონა. საკმარისად ნათელი პანელია და ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ პანელზე. ისე და ისევ, მშვენიერი, კაი და სასიამოვნო პანელია. და თან ისიც მომწონს, რომ ბრტყელია და მომრგვალებული არ არის. არც მორკალულია, არც არაფერი და თქვენ ხედავთ, რომ მშვენიერი პანელი აქვს. მერე წარმადობას რაც შეეხება Dimensity 8350-ზე მუშაობს, რომელიც არ არის ფლაგმანული ჩიპსეტი, მაგრამ ყოველდღიურად იდეალურ წარმადობას გვაძლევს. თან ColorOS-ზე მუშაობს, რომელიც მშვენივრად არის ოპტიმიზირებული ამ smartphone-ზე და ყველაფერი ძალიან სწრაფად მუშაობს, მაგრამ gaming-ზე გეტყვით, რომ ვისაც gaming-ი გაინტერესებს, მაშინ რაღაც მომენტ შეიძლება არ გამოგადგეთ, იმიტომ რომ მძიმე თამაშებზე მოგვიწევს საშუალო გაფართოების დაყენება, რომ frame drop-ები და რაღაცეები შედარებით ნაკლებად გქონდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გახურება შედარებით უყვარს და რაღაც მომენტში throttling-ზე მე რა თქმა უნდა ისახება ეგ ყველაფერი. ამიტომაც ესე ყოველდღიურობაში მშვენიერი წარმატება გვაქვს და gaming-ზე ასე თუ ისე გათვლილი არის, მაგრამ თლად იდეალური ვერ არის რა თქმა უნდა. ელემენტის მხრივ კიდე მშვიდობა გვაქვს ამ smartphone-ში, იმიტომ რომ ეს თხელ корпуსში მოახერხეს და 5600 mAh მოათავსეს, ძალიან მაგარი ციფრია პირველ რიგში, მაგრამ გეტყვით რომ საშუალოდ 6-დან 7 საათამდე screen time-ის მიღება შეიძლება ამ smartphone-დან, რაც ერთი დღე ცდილებით აქტიურად, მაგრამ დღე ნახევარი ნაკლებად აქტიური გამოყენებით გაჩავს. რამე რო იყოს, ისე და ისე 80 ვატით იმუხტება ეს smartphone-ი, ამიტომაც უსწრაფესად დამუხტავთ და მე გააგრძელებთ რა თქმა უნდა ან თამაშს ან უბრალოდ გამოყენებას ამ smartphone-ის. კაი, მერე გადავიდეთ კამერებზე, სადაც გვაქვს რეალურად 3 კამერა, მაგრამ იქედან გვაქვს ერთი ultra-wide, რომელიც არის 8 მეგაპიქსელიანი და არის მთავარი 50 მეგაპიქსელიანი და მესამე 2 მეგაპიქსელიანია სიღრმის სენსორი, დამხმარეა რაღაც მომენტში. ხო და ფოტოების ნაწილზე რო გადავიდეთ, ხედავთ მე მგონი თქვენც რომ საკმაოდ კაი HDR-ი აქვს და ფერების ნაწილში საკმაოდ ბუნებრივი ფერებია და არ არის აცდენილი, არც ზედმეტად გადაკონტრასტებულია, არც HDR-ის ნაწილშია ზედმეტად ბევრი HDR-ი მიცემული, რომ ფერები შეგვიცვალოს და მთლიანობაში სასიამოვნო სტაბილური ფოტოებია და დეტალიზაციის ნაწილშიც მშვიდობა გვაქვს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ultra-wide-ზე ისე შედარებით ნაკლები დეტალიზაცია გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში ოკეი, არაუშავს ყოველდღიურობაში ისე ისე ნორმალური კამერა გამოგდის. და მოკლედ ეს იყო Oppo Reno 13 და ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ მოდელზე, რომელიც არის A5 Pro, რომელიც შედარებით უფრო ხელმისაწვდომია ამასთან შედარებით და ლოგიკურია, იმიტომ რომ რაღაცეები მოკლებული აქვს და ისო ამ smartphones. პირველ რიგში დიზაინზე აღნიშნავ, რომ დიზაინი უფრო სხვანაირი აქვს, რა თქმა უნდა, ცოტათი, მაგრამ აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ სამხედრო სტანდარტის დარტყმა გამძლე корпуსი გვაქვს ამ smartphones-ზე და რამე რო იყოს, დავარდნაზე პრობლემა არ უნდა შეგვექმნას და უფრო მეტად მდგრადია, ვიდრე მაგალითად თუნდაც Reno 13 ან ნებისმიერი სხვა smartphone-ი. და ისე მთლიანობაში უკანა პანელი მომწონს, რომ აქაც დაბურულია, ხელში სასიამოვნოდ თავსდება ეს smartphone-იც, მაგრამ სტანდარტული საშუალო ბიუჯეტური smartphone-ის დიზაინი აქვს მოკლედ ამ smartphone-ში და ისევ და ხელშიც იგივენაირად იგრძნობა. მაგრამ როგორც გითხარით, რაღაცეების მოკლება მოუწიათ ისე და ისევ და პირველ რიგში ეკრანის ნაწილზე რო გადავიდეთ, ეკრანი გვაქვს 6.67 ინჩიანი, მაგრამ არის IPS პანელი და არა AMOLED პანელი და ასევე 90 Hz-იანი განახლების სიხშირე აქვს და მაქსიმუმ 1000 ნიტამდე აღწევს პიკზე ამის ეკრანი. ეკრანი თლად უსწრაფესი ვერ არის, იმიტომ რომ 120 Hz არ არის და რაღაც მომენტში ხედავ და ხვდები, რომ 90 Hz-ია და რაღაც მომენტში თუ სხვა smartphone-ებზე 120 და 90 შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავ, აქ აშკარად იგრძნობა, რომ 90 Hz-ია. მთლიანობაში ხედვის კუთხეებს არაუშავს, კონტრასტის ნაწილში რა თქმა უნდა გვაკლია და ის AMOLED-ის სიკაშკაშე არ გვაქვს, მაგრამ არაუშავს მთლიანობაში მაინც ყოველდღიურობაში სასიამოვნო პანელი გამოგდის.
წარმატების ნაწილში კიდე Dimensity-ზე მუშაობს. ეს smartphone 6300-ზე, რომელიც ყოველდღიურად ისე და ისე ძალიან კარგად მუშაობს და გეიმინგის ნაწილზეც ძალიან სტაბილური ჩიპსეტი გამოგდის. რა თქმა უნდა, აქაც მძიმე გეიმინგზე და მაღალ გაფართოებაზე ვერ ვითამაშით, მაგრამ საშუალო გაფართოებაზე ძალიან სტაბილური ფრეიმები გვაქვს და ძალიან სასიამოვნოა მე უკვე ამაზე გეიმინგი. ამიტომაც თამაშები თუ გაინტერესებთ ამ ფასში, მაშინ ნორმალურია, მაგრამ ყოველდღიურობაში აქაც ColorOS-ია, ესეც ძალიან კარგად არის ოპტიმიზირებული და მთლიანობაში ძალიან ესეთი სასიამოვნო წარმატება გამოგდის ამ smartphone-ზე. ელემენტის ნაწილში კიდე აქაც 5600 mAh-იანი ელემენტი გვაქვს, რომელიც 45 ვატით იმუხტება და ამ შემთხვევაში უფრო სტაბილურად შეგვიძლია 2 დღემდე ვამუშაოთ ეს smartphone, იმიტომ რომ მაინც არ აქვს ესეთი მოთხოვნადი ეკრანი, არც ჩიპსეტი არ არის ესეთი მოთხოვნადი და საკმაოდ ენერგოეფექტური ჩიპსეტია, ამიტომაც ძალიან მარტივად შეგვიძლია საშუალო მოხმარებით 2 დღემდე, ესე ვთქვათ, გავაწურინოთ ამ smartphones და სტაბილურად ვამუშაოთ რაღაც მომენტში 9 საათიანი screen time-იც კი მივიღოთ. და ბოლოს კამერებზე გადავიდეთ, სადაც გვაქვს 2 ცალი კამერა უკანა პანელზე, თუმცა ერთი არის იქიდან 2 მეგაპიქსელიანი დამხმარე და მეორე, ანუ მთავარი და ერთ-ერთი სენსორი გვაქვს 50 მეგაპიქსელიანი. და ფოტოების ნაწილში კიდე საკმაოდ სტაბილური ფოტოები გამოგდის. აქაც მომეწონა, რომ ფერები საკმაოდ სტაბილური გვაქვს, დეტალიზაცია ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს და ეგრეთ წოდებული C-Sharp-ი კი გვაქვს ფოტოებში, მაგრამ ისეთ დონეზე არ არის, როგორც მის კონკურენტებს ჩვევი, ანუ ესეთ ფასიანი smartphone-ები ზოგადად გეცოდინებათ, რომ საკმაოდ შარფავენ ფოტოებს და მე ფლად ისეთი სასიამოვნო ფოტოები არ გამოგდის. აქ ნაკლებად გვაქვს ეგ სიტუაცია, ამიტომაც ყოველდღიურობაში მშვენიერი კამერა გამოგდის. ერთია, მაგრამ კაი კამერაა. და ბოლოს მოდი ყველაზე ხელმისაწვდო მოდელზე A3X-ზე გადავიდეთ, რომელიც რა თქმა უნდა, პრინციპში იგივენაირად გამოიყურება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უბრალოდ ამ შემთხვევაში, ანუ A5 Pro ხელში შედარებით უფრო ძვირიანი smartphone-ის შთაბეჭდილებას ტოვებდა და რაღაც მომენტში, ფლაგმანი არა, მაგრამ საკმაოდ ძვირიანი smartphone-ი გეგონებოდა ხელში როცა გეჭირა. ამას ეგრევე ეთყობა, რომ ბიუჯეტური smartphone-ია, იმიტომ რომ უფრო მეტად ესეთი უხეში უკანა პანელი აქვს, რა თქმა უნდა, პლასმასისგან არის დამზადებული, თუმცა ამაზეც აღსანიშნავია ის, რომ იგივენაირად დარტყმა-გამძლე, ანუ სამხედრო სტანდარტის დაცვა აქვს, ამასაც გაკეთებული და ისე ესეც უფრო ნაკლებად უნდა დაზიანდეს დავარდნის დროს. ხო და დიზაინი მოკლედ აქ სტანდარტული ბიუჯეტური smartphone-ი გვაქვს ისე და ისევ, მსუბუქი smartphone-ია, ესეც უზარმაზარია და ამაზე როგორც სხვა პრინციპში ბიუჯეტურ smartphone-ებში აუდიო ჯეკი გვაქვს. აი ესე. ხო, ამაზე ესეთი სიტუაცია გვაქვს. ეკრანზე რო გადავიდეთ კიდე, ზუსტად იგივე პანელი გვაქვს, რაც A5 Pro-ში ქონდა, ანუ 90 Hz-იანი განახლების სიხშირე გვაქვს, არის IPS-ი აქაც 6.67 ინჩიანია და 1000 ნიტამდე აღწევს განათება. აქაც მოდი ბევრს არაფერს არ ვიტყვი ეკრანზე, იმიტომ რომ ზუსტად იგივე პანელია, ნორმალური ხედვის კუთხეებით, საკმარისად კონტრასტული პანელია. მორჩა. წარმატებაზე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, აქ უკვე თავისი ფასიდან გამომდინარე, რაც ველოდები, ზუსტად ეგეთივე წარმატება გვაქვს და მუშაობს Snapdragon 6S Gen R-ზე, რომელიც რა თქმა უნდა, ბიუჯეტური ჩიპსეტია და ყოველდღიურობაში პრინციპში კაი წარმატებას გვაძლევს. ამ შემთხვევაში ოპტიმიზაციაც კაი აქვს გაკეთებული და ყოველდღიურობაში რაღაც პატარა გაჭედები და ლაგები ნაკლებად გვაქვს. გეიმინგზე რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ეს ოპტიმიზირებული და ორიენტირებული, ამიტომაც მსუბუქ თამაშებს რა თქმა უნდა, ითამაშებთ გაერთობით, მაგრამ უფრო მეტად ესეთი ყოველდღიური smartphone-ია და ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგადაც უმკლავდება თავის დავალებას. 5100 mAh-იანი ელემენტი გვაქვს ამ smartphone-ზე, 45 ვატით იმუხტება ეს და მთლიანობაში აქაც სტაბილურად შეგვიძლია მივიღოთ თითქმის 2 დღემდე, იმიტომ რომ არც ამას არ აქვს მოთხოვნადი ჩიპსეტი, არც ეკრანი აქვს მოთხოვნადი, ამიტომაც ისე და ისევ აქაც 8-დან 9 საათამდე screen time-ის მიღება თავისუფლად შეგვიძლია. და ბოლოს მოდი გადავიდეთ კამერაზე, იმიტომ რომ აქაც თითქოს 2 კამერა გვაქვს, მაგრამ ერთი არის დამხმარე, მაგრამ მეორე და მთავარი სენსორი გვაქვს 8 მეგაპიქსელიანი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის 50 მეგაპიქსელი და რატომღაც 8 მეგაპიქსელი რო აქვს, ცოტათი მეუცნაურა, მაგრამ არა უშავს ახლა ყოველდღიურობაში თუ არ გჭირდება რაღაც სერიოზული კამერა და სერიოზული ფოტოების გადაღება, მაშინ გამოგვადგება. ნორმალური დეტალიზაცია აქვს, ნორმალური ფერები აქვს, რა თქმა უნდა, C-Sharp უფრო გვაქვს და HDR-ის მუშაობა რაღაც მომენტებში ურევს, მაგრამ თითქმის ყოველთვის სტაბილური გამოგდის. მორჩა, ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი. კაი, მოკლედ, მთლიანობაში რო ვთქვათ, Oppo smartphone-ებთან ესე პირველად გქონდა შეხება და მინდა გითხრათ, რომ სამივე smartphone-ი იმით მომეწონა, რომ პირველ რიგში კაი ოპტიმიზაცია აქვს გაკეთებული სამივეს და ყოველდღიურობაში ძალიან კარგად მუშაობენ, ასევე აწყობითაც გამოვარჩევდი და რაღაც მომენტში კონკურენტებს რო შევადაროთ, ჯობია და ისე და ისე, თუნდაც ეს რო დავარდნისადმი უფრო მდგრადია ეს ორივე smartphone-ი, ეგ ძალიან სასიამოვნო ბონუსია და Reno 13 ხო საერთოდ ძალიან მომეწონა, როგორც გამოიყურება. ხელში ძალიან კომფორტულად ზის და მთლიანობაში ძალიან სასიამოვნო, ფლაგმანი smartphone-ია, ესე დავარქმევ. აი ესე. რა თქმა უნდა, დათვა, რა თქმა უნდა, ხალხიც გამოვიდა, რა თქმა უნდა, ყველგან ხმაურია, მაგრამ ვეცადე
წყნარი მშვიდი რევიუ გამოსულიყო. მოკლედ დაწერეთ რას ფიქრობთ აბა თქვენ Oppo-s smartphone-ებზე, მე დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ახლა